დღეს გადაცემაში ნახავთ. Წირდო, ტიტკიდია დეჯიმაკოჩეს. მიდართეს შარაშა. არავის არ დაუჯერებდა დე არც ერთხელ ვიტყვი. მაიჯი რომ ის. აბუგუდუ ევუზუ თუ იქ. ეტავს სადარის კიდევ ცა უძიროთ ლურჯი ხალასი. შირა ვერ გამიგონე. Let's go to say I love you. I love you. საღამო მშვიდობისა. მე გახლავართ დათო დარჩია და ჩვენ ვთამაშობთ თამაშს შენ შეგიძლია მოიგო 100,000. გთხოვთ მივესალმოთ ჩვენს მონაწილეს. გოჩა გიგოლაშვილი, გთხოვთ. მინდა შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, რომ გოჩა არის 43 წლის თბილისიდან და 17 წელია ჯარისკაცია. იგი ასევე არის 2008 წლის ომის ვეტერანი. იმის გამო, რომ წინა გადაცემაში შეწყდა ჩვენი საეთერო დრო, ჩვენ მოგვიწია თამაშის გაჩერება. გოჩას აქვს გარანტირებული 300 ლარი და ვაგრძელებთ მე-6 კითხვით 400 ლარი. მაშასე, ჩვენ თამაშობთ თამაშს შენ შეგიძლია მოიგო 100,000 და ვაგრძელებთ მე-6 კითხვიდან 400 ლარი. რამდენჯერ გახდა ინგლისის მამაკაცთა ნაკრები ფეხბურთის ევროპის ჩემპიონი? A. ერთხელ, B. ორჯერ, C. სამჯერ, თუ D. არც ერთხელ. ვიყვარს ფეხბურთი გოჩა. მაგრამ იმდენად რომელი ქვეყნის გულშემატკივარი ხართ? საქართველოს არ გულისხმობ, რა თქმა უნდა. ესპანეთი. ესპანეთის. ესპანეთის გულშემატკივარი. გახსოვთ ისე ინგლისი? დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ მაგ რაღაც ვერსია. მაგრამ რომელს ფიქრობთ? ვერსია რა არის? ვერსია ორჯერ, მე ორჯერ, დაახლოებით. ჩემი ვერსია მე შეგახსენებთ, რომ თქვენ 3 დახმარება გაქვთ. 50-50-ზე ზარი ახლობელთან და კითხეთ დარბაზს. დარბაზ შევეკითხებით თუ შეიძლება. დარბაზ შევეკითხოთ. ვიყენებთ დახმარებას, კითხოთ დარბაზს. ვინც იცის დარბაზის სწორი პასუხი, გთხოვთ, ავიწიოთ ხელი. გაგვეცანით თუ შეიძლება? მოგესალმებით, მე ვარ ცოტნე და შევეცდები გიპასუხოთ ამ კითხვაზე და კითხვა გაგიმეორებთ თუ გდებავთ. რამდენჯერ გახდა ინგლისის მამაკაცთა ნაკრები ფეხბურთის ევროპის ჩემპიონი? პასუხი. ზუსტად არ ვიცი, როგორც მახსოვს არ გამختარა, ჯობია შესაძლოა ერთხელ იყოს გამختარი. მადლობა. ზუსტად არ ვიცი. მადლობა. კიდევ გაგვეცანით თუ შეიძლება? მე ვარ ედუარდ არზუმანოვი. სასიამოვნოა. მე როგორც ეხა 90% ვიტყვი რომ ორჯერაა გამختარი ევროპის ჩემპიონი. მადლობა. ბატონო გოჩა. არც ერთხელ არის ერთი ვარიანტი და ორჯერ არის მეორე ვარიანტი დარბაზიდან. მაგრამ სხვადასხვა მოსაზრებებია, რა თქმა უნდა, სრულიად და თან მე მგონი 100%-იანი დარწმუნებული არც ერთი. მეც ორჯერ მახსოვს და მაგიტომ დარწმუნებულიც არ ვიყავი და იმიტომ ვითხოვე ეს დახმარება. თქვენს ორჯერ მე გახსოვთ. მგონი კი მიახლოებით იყო ეს პასუხი. ხო არ გადავამოწმოთ 50-50 ან ზარი ახლობელთან, ვინც კარგად ერკვევა ფეხბურთში, რომ დარწმუნებული იყოთ. რა ვიცი. თუ გარისკავთ. გადავამოწმოთ მაინც. დავრეკოთ. დავრეკოთ. ვისთან ვრეკავთ? ახლოვეს არჩილთან. ვრეკავთ არჩილთან. არჩილ გამარჯობა. დათო დარჩია გაწუხებთ გადაცემიდან შენ შეგიძლია მოიგო 100,000. ისმენთ ბატონო. გოჩა გიგოლაშვილი მისის ახლა პირისპირ და თქვენი დახმარება სჭირდება. გია.
გოჩა თავად დაგისვამთ კითხვას და თქვენ 30 წამი გაქვს, რათა უთხრათ პასუხი. დრო ჩაირთო. რამდენჯერ გახდა ინგლისის მამაკაცთა ნაკრები ფეხბურთის ევროპის ჩემპიონი? ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, არც ერთხელ. ევროპის ჩემპიონი, ევროპის, ინგლისის. ინგლისის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი ერთხელ იყო, მაგრამ 10 წამი, ევროპის ჩემპიონი 5 წამი. 1 წამი გავიხსენო. 5 წამი, 2, 1. იყოს 1. დრო ამოიწურა, მაგრამ ბოლოს ყური მოვკალი რომ იყოს 1-ო. ასე დაასრულა მარჩერმა. მოდი არავის არ დაუჯერებ და დე არც ერთხელ ვიტყვი. არავის არ დაუჯერებ. არავის აღარ დაუჯერებ და ვიცი არც ერთხელ ვსვიო. იყო ესეთი ვერსია დარბაზში. ხო, კი, ბატონმა გითხრა, კი, ბატონო. მართალია. საბოლოო პასუხია ეს? დე არც ერთხელ, კი ბატონო. საბოლოო პასუხი დე არც ერთხელ. და მართალია. 400 ვიღარი თქვენია. მადლობ. სოფლიო ჩემპიონი იყო მხოლოდ ერთხელ 1966 წელს და ევროპის ჩემპიონი ჯერჯერობით არ გამხდარა და ნუ ნახოთ იმედია 10 გახდება. კი ბატონო. ორი დახმარება გამოვიყენეთ, მაგრამ წინ წავედით. დაგვრჩა 50-50-ზე ერთი დახმარება და მე-7 კითხვა. 500 ლარი. რა ჰქვია ქალაქს, სადაც ანიმაციური სერიალის გმირები, სიმფსონები ცხოვრობენ? A. მეტროპოლისი, B. სამხრეთის პარკი, C. სპრინგფილდი, თუ D. ბევერლი ჰილზი. გახსოვთ? სიმფსონები ოჯახის სიმფსონები. ბავშვობას უყურებთ ბავშვი. თუ არ ვწდები სპრინგფილდი უნდა იყოს C. C სპრინგფილდი. სპრინგფილდი. რაღაც ეგრე ამომიტვიტვიდა ახლა თავში. ვიბატო. სპრინგფილდი. დავაფიქსიროთ? დიახ, C სპრინგფილდი. ვაფიქსირებთ. C. სპრინგფილდი. და 500 ლარი თქვენია, გილოცავთ. კარგია რომ დახმარება არ გამოვიყენეთ. გვაქვს ერთი დახმარება 50-50-ზე. შეიძლება ისე დროს დაგვრჩივდეს რომ. და ახლა მერვე კითხვა 1000 ლარი. მე რამდენი ჩარლზია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფე? A. ჩარლზ მეორე, B. ჩარლზ მესამე, C. ჩარლზ მეოთხე, თუ D. ჩარლზ მეხუთე. B ჩარლზ მესამე. ის დარწმუნებული ბრძანდებით. მიახლოებით. მაგას საბოლოო პასუხი? B ჩარლზ მესამე. B. ჩარლზ მესამე. თქვენ მართალი ბრძანდებით. 1000 ლარი თქვენია, გილოცავთ. მადლობ. ძალიან კარგი. შეგახსენებთ რომ თქვენ დაგჭართ მხოლოდ ერთი დახმარება 50-50-ზე და მეცხრე შეკითხვა 2000 ლარი. ბატონებად წოდებული ამ დაავადებებიდან რომელი ვრცელდება ბაქტერიით და არა ვირუსით? A. კუნთრუშა, B. ჩუტყვავილა, C. წითელა, თუ D. ყბაყურა. ნაცნობი დაავადებებია. ნაცნობი არის. ბავშვობაში ხომ არ გქონდათ რომელიმე მოხდილი გაქვთ? კი ბატონო, ჩუტყვავილა მოხდილი. ჩუტყვავილა. ვირუსით არ ვრცელდება. ბაქტერიით და არა ვირუსით.
მე შემიძლია შემოგთავაზოთ დახმარება 50-50-ზე. იქნებ ეხლა გამოგვადგეს. კი ბატონო, იყოს 50-50. ვიყენებ დახმარებას 50-50-ზე და კომპიუტერს ვთხოვთ წაშალოს ორი არასწორი პასუხი. დაგვრჩა A კონტრუშა და B ჩუტყვავილა. რომელიმე ხომარ ფიქრობდით ისე მანამდე სადამ წაშლიდა კომპიუტერი. ჩუტყვავილას ფიქრობდი მაინც. ჩუტყვავილას ფიქრობდით. ბაქტერიით. ვრცელდება ბატონო გოჩა, შეგიძლიათ შეწყვიტოთ თამაში და წაიღოთ 1000 ლარი, იმიტომ რომ თუ არასწორად უპასუხეთ კითხვას, მაშინ თქვენ დაკარგავთ 700 ლარს. თუმცა თუ სწორად უპასუხეთ, მაშინ შეიძლება მოიგოთ 2000 ლარი. მოდი იყოს A კონტრუშა. ჩუტყვავილას რო ფიქრობდით, უცებ რატო შეცვალეთ? რამე ხომ არ გაიხსენეთ? არაფერი ისეთი უბრალოდ. არა მგონი ესე დაეტოვა ხა ჩუტყვავილა ძალიან მარტივად მისახვედრია. აი კონტრუშა კი ვრცელდება ბაქტერიით. ბაქტერიით ვრცელდება იყოს კონტრუშა. A კონტრუშა. საბოლოო პასუხია? გავაკვირდით საბოლოო პასუხი. ორი წამი ის კი ბატონო. თუ თქვენ თქვით ერთი წამი. ხო, ვირუსი და ბაქტერია. ჩუტყვავილა ბაქტერია. აი დავეთნობ ამ ორიდან ერთი ვირუსით ვრცელდება, ერთი ბაქტერიით, კი ბატონო. დიახ. აი მიჩის ვირუსით იყოს ჩუტყვავილა. B ჩუტყვავილა. საბოლოო პასუხია? საბოლოო პასუხია B ჩუტყვავილა. B ჩუტყვავილა. ბატონო გოჩა, სამწუხაროდ თქვენ არ ხართ სწორი. ეს არის კონტრუშა. A კონტრუშა. ბატონო გოჩა, გარანტირებული 300 ლარი თქვენია. მადლობთ თამაშისთვის, გავაცილოთ. თქვენი პატივცემულო. მაშასე, ჩვენ ვაგრძელებთ თამას, შენ შეგიძლია მოიგო 100,000 და ჩვენი შემდეგი მონაწილეა დიმიტრი საბულოა. გთხოვთ მივესალმოთ. შვედივრად გამოიყურებით. მადლობთ ასევე. როგორც ესეთ რაინდულ ქართულ მამაკაცს კი ბატონო, სიამაყით ვატარებ. დიმიტრი არის გალიდან, კი ბატონო. 41 წლის, პროფესიით იურისტი. მისი ჰობია პოეზია, ფილმების ყურება, ძალიან კარგი ჰობია და მუსიკის მოსმენა. კი ბატონო, ნამდვილია ყველაფერი. დიმიტრი, ვისთან ერთად მოგბრძანდით ჩვენთან? ჩემი ბავშვობის მეგობარია ირაკლი შონია. მივესალმოთ ირაკლის, მოგესალმებით ირაკლი. ერთად გაზრდილები ვართ, გალიდან ერთად მოვდივართ. და 100,000 ლარის მოგების შემთხვევაში მოგზაურობას ვაპირებთ. მოგზაურობას მსოფლიოს გარშემო. კი, სასურველია, მაგრამ კონკრეტულად რომელიმე პირველ ქვეყანა. რიგში იამაიკაში ჩავა. რატო? იმიტომ რომ ჯერ იქაური კლიმატი მომწონს და განსაკუთრებით რომ არც ერთი შხამიანი ქვეწარმავალი არ არის. იმიტომ რომ აი ჭირვით ძულს. შხამიანი ქვეწარმავლი. სად გინახიათ ასე ვთქვათ? გიურზა ხომ შხამიანი ხშირად არის? თქვენ თვითონ. გიურზა შხამიანი არ არის? კი. აი იქ არ სად არის? გინახიათ გიურზა? მე არც მანახავს ღმერთმა. თან კარიბის ზღვის კუნძულები, ისეთ კლიმატია, საღამოს 8 საათი ჰამაკი. წამოწექი და ისე ამონი. ძალიან კარგი. მე შეგახსენებთ წესებს, დიმიტრი, 100,000 ლარის მოსაგებად თქვენ სწორად უნდა უპასუხოთ 15 შეკითხვას. მეხუთე და მეათე შეკითხვები გარანტირებული თანხებია. მეხუთე შეკითხვა იგებს 300 ლარს, ხოლო მეათე 3,000. თქვენ გაქვთ 3 დახმარება 50-50-ზე. ზარი ახლობელთან და გკითხეთ დარბას. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეწყვიტო თამაში და წაიგო მოგებული თანხა, მაგრამ თუ არასწორად მიპასუხებ კითხვას, მაშინ დაკარგავთ მოგებულ თანხას. გასაგებია ყველაფერი? კი ბატონო. დიმიტრი, მზად ხარ თამაშისთვის? შეუდგეთ.
მაშასე, ჩვენ ვთამაშობ თამაშს, შენ შეგიძლია მოიგო 100,000. პირველი კითხვა. 100 ლარი. რომელი ლიტერატურული ნაწარმოების სათაურია მეგრულად წირი და ჭიჭყიტია? გვაიჯირო მიჭ. A. თხადაგიგო B. ჩიტი და მელა C. წუნა და წუწუნა D. წყილი და ჭიანჭველა დე რა თქმა უნდა, დე. D. წყილი და ჭიანჭველა ბედნიერი ვარ რომ მეგრული ვიცი და შეგიძლიათ თქვა აი დასაწყისი როგორ არის მეგრულად ეს წყილი და ჭიანჭველასი წყირდო ჭიჭკიდიაკ დეჯიმაკოჩეს მიდართეს შარაშა იდეს დო წყირ ქენალ მუდას ბიჭოხი კანაოს დაახლოებით და ფიშუგულ იგზელებდა მეუღ 100 ლარი თქვენია გილოც არის მეორე კითხვა 150 ლარი ამ ცნობილი ქართველი ფეხბურთელებიდან რომელია მეკარე კვარაცხელია მამარდაშვილი მიქაუტაძე თუ კაშია ბე მამარდაშვილი ვაყვითლებთ ბ მამარდაშვილი 150 ლარი თქვენია რა თქმა უნდა მესამე კითხვა 200 ლარი რას უწოდებენ სხვანაირად ნალექიან ყავას საქართველოში თურქულს არაბულს სპარსულს თუ ბიზანტიულს თურქულს თურქულს და მართალია 200 ლარი თქვენია მეოთხე კითხვა 250 ლარი ჩამოთვლითაგან რომელია ნათესაობით ბრუნვაში დედით დედა დედამ თუ დედის დედის ესე სწრაფად ესე გახსოვთ კარგად ბრუნვები რომ ჩამოთვალოთ შეგიძლიათ რამდენი ბრუნვაა სულ წოდებითი დიახ ხრობითი დიახ ნათესაობითი მიცემითი დიახ და წოდებითი ვთქვი ხო დიახ ეს დედით დედა არა დედის გავაყვითოთ დე ვაყვითლებთ დ დედის და ეს სიმართლეა 250 ლარი თქვენია მადლობა მივედით მეხუთე შეკითხვამდე გარანტირებული 300 ლარი რამდენ თვეშია 31 დღე 11 9 7 თუ 8 ეს რა დამახსოვს რო ჩამოვთვალოთ იანვარი რამდენით არის გვახსოვს აი ესე დათვლოთ თუ ვიცი იანვარი აი მე ვიცი ესე დათვლა მაგალითად ბებია მასალა აი მე კიდე არ ვაკვირდებოდი ხოლმე რამდენით არის იანვარი ვიცით 31 კი ბატონო თებერვალი გამოირიცხა მარტი მარტი 30-ით არის 31 ეგ ორი თებერვალი მარტი აპრილი 30-ით არის მაისი 31 ივნისი 30 ივლისი 31 თუ არ ვცდები 7 მგონია რა დავაფიქსიროთ 7 ხო 7-ია რა ვაყვითლებთ C 7 და გარანტირებული 300 ლარი თქვენია მოგწავთ დიმიტრი გარანტირებული 300 ლარი თქვენია დახმარებები გაქვთ და გადავდივართ მე-6 კითხვაზე 400 ლარი რომელი ნივთიერებაა პასუხისმგებელი ბალახის სიმწვანეზე ჰემოგლობინი
მელანინი, ქლოროფილი თუ კაროტინი? კაროტინი არა, ქლოროფილი. C, ქლოროფილი. საბოლოო პასუხია, ეს რაღაც ისე დარწმუნებით გითხარით, რომ ალბათ იცით 100%. ქლოროფილია, C. გავაყვითლოთ. გავაღვით. ვაყვითლებთ. C. ქლოროფილი. და 400 ლარი თქვენია, გილოცავთ. ძალიან კარგი, დიმიტრი. კარგად მივდივართ. დახმარებებიც გვაქვს კი ბატონო. და მეშვიდე კითხვაც. 500 ლარი. ამ მილიარდერებიდან რომელია ყველაზე მეტი 13 შვილის მამა? A. Bill Gates, B. Warren Buffett, C. Jeff Bezos, თუ D. Elon Musk. ჯეფ ბეზოსი მგონია. ვიცით ეს მილიარდერები ყველა? კი. მაგრამ აი მაგათი მონაგარის შესახებ აი ჯეფ ბეზოსი უფრო მგონია, ვორენ ბაფეტი არა, ბილ გეიტსი. რამე ვერსია თუ გვაქვს? ჯეფ ბეზოსი მაქვს. ისე რომ დახმარებას არ გამოვიყენებთ არაფერს. არა, დახმარება უნდა გამოვიყენო, მაგრამ აი ვერსია ეს მაქვს. ვერსია ჯეფ ბეზოსი. კი ბატონო. კარგით, მაშინ დარბაზს ვკითხოთ. დარბაზის დახმარებას ვიყენებთ. ვიყენებთ დარბაზის დახმარებას. დარბაზში ვინც იცის სწორი პასუხი, გთხოვთ რომ ავწიოთ ხელი. 1 არის, 2 3 არის. ამ მილიარდერებიდან რომელია ყველაზე მეტი 13 შვილის მამა? D. Elon Musk. D. Elon Musk. დიდი მადლობა. გაგვეცანით თუ შეიძლება? კატო ბერაძე. დიახ, და თქვენი ვერსია? Elon Musk-ი ჩემიც. D. Elon Musk. დიდი მადლობა. დიმიტრი, ვეთანხმებ? D. ვეთანხმებით. საბოლოო პასუხია? D. Elon Musk. D. Elon Musk. რომ გეთქვათ ჯეფ ბეზოსი, რასაც ფიქრობდით, რა თქმა უნდა, არასწორი იქნებოდით. და თქვენ 500 ლარი მოიგეთ, გილოცავთ. მადლობა დარბაზს. ერთი დახმარება გამოვიყენეთ, 2 დაგვრჩა. ვაგრძელებთ ამას დიმიტრისთან ერთად და მერვე შეკითხვა 1000 ლარი. რომელიც სიტყვა არ ფიგურირებს ჩრდილოეთ კორეის სრულ ოფიციალურ სახელწოდებაში? A. დემოკრატიული, B. სახალხო, C. სოციალისტური, თუ D. რესპუბლიკა. კითხვას გაგიმეორებთ, რომელი სიტყვა არ ფიგურირებს ჩრდილოეთ კორეის სრულ ოფიციალურ სახელწოდებაში? არ ფიგურირებს. დემოკრატიული, სახალხო, სოციალისტური, რესპუბლიკა. დემოკრატიული. დახმარების გარეშე. კაი, 50-50. გამოვიყენოთ ეს დახმარება. ვიყენებთ დახმარებას 50-50-ზე. კომპიუტერს ვთხოვთ წაშალოს 2 არასწორი პასუხი. თქვენი მოსაზრება წაიშალა. სოციალისტური. ასევე სწრაფი იყო ის პირველიც, რომელიც წაიშალა, რომელიც თქვით, მაგრამ სწორი არ იყო. როგორ იქნება მაშინ სრული სახელი? თუ ჩრდილოეთ კორეის სახალხო რესპუბლიკა. ანუ საბოლოო პასუხია? C. თუ სახალხო. გავაყვითლოთ? კი, C გავაყოთ. C. სოციალისტური. და სწორი პასუხია სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა. თქვენ მოიგეთ 1000 ლარი. სახალხო მახსოვდება. ილოცავთ. მადლობა.
ერთი დახმარება გამომიყენეთ, მაგრამ ზარი ახლობელთან რჩება. კი ბატონო. ვაგრძელებთ თამაშს, მეცხრე შეკითხვა. 2000 ლარი. ალ პაჩინოს სრული სახელია. A. Alberto. B. Alfredo. C. Alfonso. თუ D. Alessandro. არ გვახსოვს. აი ალესანდრო რეაქციიდან გონია. გამომდინარე არ გვახსოვს. როგორც კეთობა. არა. მახსოვს მართლა. ახლობელს ხომ არ ეცოდინება შემთხვევით. აი ხო და დავრეკოთ. ვისთან ვრეკავთ? გიორგისთან. ვრეკავთ გიორგისთან, ვიყენებთ მესამე დახმარებას. ალესანდრო გონია, მაგრამ გიორგი მოგესალმებით. დათო დარჩია, გაწუხებთ გათამაშებიდან შენ შეგიძლია მოიგო 100,000. დიმიტრი საბულოა ჩემს წინ და თქვენი დახმარება ჭირდება მას. 30 წამი გაქვთ, დიმიტრი თავად დაგისვამთ კითხვას და დრო ჩაირთო. გიორგი გამარჯობა. ალ პაჩინოს სრული სახელია. ალბერტო, ალფონსო, ალფრედო, ალესანდრო. მოდიში რა ვერ გამიგონე. ალ პაჩინოს სრული სახელი როგორაა? ალბერტო, ალფონსო, ალფრედო თუ ალესანდრო? 10 წამი. ალპაჩინოს სახელი 5 წამი. ხო, აი უკან თავდება დრო და თქვი რამე, აბა. სამწუხაროდ დრო ამოიწურა, ვერ მოასრო. გიორგი ვერსიის დაფიქსირება და დახმარებებიც აღარ აქვს. მე დიმიტრი უნდა გითხრა, რომ თქვენ შეგიძლიათ შეწყვიტოთ თამაში ეგრე ჯობია. და წაიღოთ. ხო, იმიტომ რომ აი ნამდვილად არ მახსოვს. აი ალესანდროსკენ ვიხრები, მაგრამ ალფრედო არ ამგონია, ალბერტო ალფონსო არა, ალბერტო უფრო კი აი. იმიტომ რომ თუ არასწორად უპასუხეთ, მაშინ დავკარგავთ 700 ლარს. წყვეთ თამაშს. საბოლოო გადაწყვეტილებაა, ხო ეს? დიმიტრი, თქვენ გაქვთ 1000 ლარი და ჩვენ წყვეთ თამაშს. თუმცა მაინც ისე რომ დაგვიფიქსიროთ რა სიტყვა. ალესანდრო. რომელი? დ. ალესანდროს. და რა თქმა უნდა რომ გეთქვა, თქვენ წააგებდით 700 ლარს და 300 ლარის ანაბარ დარჩებოდით. მისი სახელია ალფრედო და 1000 ლარით ახლა უკვე თქვენია. მადლობა თამაშისთვის. პირიქით მადლობა. ნახავთ, კარგად დადებოდით, აი. შეიძლება. და ჩვენ ვაგრძელებთ თამაშს, შენ შეგიძლია მოიგო 100,000. ჩვენი შემდეგი მონაწილეა ერეკლე ჯოხაძე, გთხოვთ მივესალმოთ. ერეკლე ჯოხაძე, ამბროლაური, ხო? კი ბატონო. შვედიერი მხარე, ულამაზესი, 21 წლის. პროფესიით ფიზიოთერაპევტი. ამჟამად ამავე პროფესიით მუშაობს თბილისის ლოკომოტივის აკადემიაში. ძალიან კარგი. ერეკლე, ვისთან ერთად მომძაბეთ სტუდიაში? მოდი ძმასთან ერთად. აბა, სად არის ძმა? მოგესალმებით. და 100,000 რომ მოვიგებთ, რას შვებით? პირველ რიგში ალბათ გამოვიყენებ მანქანის შესაძენად. რომელი მანქანა სურს? აი ჯერ არ გადამიწყვეტია, აუცილებლად მოვიფიქრე შემდეგ. ძალიან კარგი. ერეკლე, მე წესები მინდა შეგახსენო. 100,000 ლარის მოსაგება თქვენ სწორად უნდა უპასუხოთ 15 შეკითხვას. მეხუთე და მეათე შეკითხვები გარანტირებული თანხებია. მეხუთე შეკითხვა იგებს 300 ლარს, ხოლო მეათე 3,000. თქვენ ასევე გაქვთ 3 დახმარება 50-50-ზე, ზარი ახლობელთან და კითხე დარბაზს.
შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეწყვიტო თამაში და წაიღო მოგებული თანხა, მაგრამ თუ არასდროს მიპასუხებთ კითხვას, მაშინ დაკარგავთ მოგებულ თანხას. გასაგებია ყველაფერი. გასაგებია. დათხარ თამაშისთვის. დადვარ. მაშასე ჩვენ თამაშობ თამაშ, შენ შეგიძლია მოიგო 100,000. პირველი შეკითხვა ერეკლე. 100 ლარი. რამდენ ნულისგან შედგება 10,000? 4, 5, 3 თუ 6? 4. 4. და 100 ლარი თქვენია. მეორე კითხვა 150 ლარი. რა შეიძლება მოენატროს ადამიანს უდაბნოში? მზე, წვიმა, ქვიშა თუ სიცხე? ბეწვიმა. წვიმა. 150 ლარი თქვენია. მესამე შეკითხვა 200 ლარი. ამათგან რომელი არ ნიშნავს ძალიან ახლოს მდებარეს? ცხვირწინ, ყურის ძირში, ორნაბიჯში, 900 იქით. D900 იქით. ვაყვითლებ. D900 იქით და 200 ლარი თქვენია. მეოთხე კითხვა 250 ლარი. რომელია თანამედროვე ქართული ანბანის მეათე ასო? V, Z, T, K. პასუხია და ქართული ანბანის მეათე ასოა K. როცა მოვთვალოთ? A, B, G, D, E, V, Z, T, I, K. I, K. გავაყვითოთ. D, K. და თქვენ მართალი ხართ, 250 ლარი თქვენია. და მივედით გარანტირებულ 300 ლარზე, რომელსაც ვერავინ წაგართმევთ და თქვენი იქნება. თუ მოიგებთ, რა თქმა უნდა. მეხუთე კითხვა 300 ლარი. დაასრულეთ ფრაზა სტივი ვანდერის სიმღერიდან. I just go to say I love you. Hey sexy lady, I love rock and roll. Shina mana kena. Tu I love you. I love you. Romeli. D, I love you. D. I love you. I just go to say I love you. და გარანტირებული 300 ლარი თქვენია, გილოცავთ. ერეკლე თქვენ გაქვთ გარანტირებული 300 ლარი, ასევე 3 დახმარება და გადავდივართ მეექვსე შეკითხვაზე. 400 ლარი. ვინ იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ორ საპრეზიდენტო ვადას შორის? ჯორჯ ბუშის შვილი, B. ბარაკ ობამა, C. ჯო ბაიდენი, თუ D. არც ერთი? ვახსოვს პრეზიდენტები, ერეკლე კარგად. C, ჯო ბაიდენი არის პასუხი. საბოლოო პასუხია არც დავფიქრდებით. C. ჯო ბაიდენი. ერეკლე თქვენ მართალი ბრძანდებით, 400 ლარი თქვენია. ძალიან კარგი. კარგად მივდივართ. დახმარებებიც გვაქვს. და მეშვიდე კითხვა. 500 ლარი. რომელიც ნობელის ჟურნალი დაარსა ჰიუ ჰეფნერმა? A. Vogue, B. Forbes, C. Playboy, 2D. People. ვახსოვს ერეკლე? სამწუხაროდ არა. ჰეფნერის. არ ვიცი, ინტუიციამ კარნახობს D-ს. მაგრამ დახმარებას გამოვიყენე. რომელ დახმარებას? ზარი ახლობთ. ზარი არ ვის ურეკავთ? აურეკავ დეიდაშვილს, ლუკა შანიცეს. ურეკავთ დეიდაშვილი ლუკას, კი ბატონო. ლუკა გამარჯობა.
და თუ დარჩია გაწუხებთ, გადაცემიდან შენ შეგიძლია მოიგო 100,000. გესმენთ. ერეკლე ჯოხაძე მიზის. მე და თქვენი დახმარება ჭირდება. 30 წამი გაქვთ დრო. ერეკლე თავად დაგისვამთ კითხვას და 30 წამში უნდა უპასუხოთ თქვენ. და დრო ჩაირთო. ლუკა, რომელი ცნობილი ჟურნალი დააარსა ჰიუ ჰეფნერმა? სავარაუდო პასუხებია: A. Vogue, B. Forbes, C. Playboy, D. People. კაი მეორე ერთამ. რომელი ცნობილი ჟურნალი დააარსა ჰიუ ჰეფნერმა? Playboy-ია მგონი. 4 3 2 1 Play. დრო ამოიწურა და თქვა რომ აი ეს Playboy-ო, მაგრამ მგონიც მახსოვს რომ დააყოლა. 100%-ით არ არის დარწმუნებული. თუმცა შეიძლება მართალი იყოს. თქვენ რას ფიქრობთ? მოდი ვენდობი ლუკას. ანუ საბოლოო პასუხს ვაფიქსირებთ? C. Playboy. გავაკვირდით. C. Playboy. და მინდა გითხრათ რომ ლუკა მართალი იყო. ეს არის C. Playboy. და თქვენ მოიგეთ 500 ლარი. არ მეგონა მართალი თუ აღვიჩნდა. დაგვრჩა ორი დახმარება. მერვე კითხვა 1000 ლარი. რომელი შედევრი დაიწერა ყველაზე ადრე? A. ვეფხისტყაოსანი. B. ღვთაებრივი კომედია. C. დეკამერონი. თუ D. ზაფხულის ღამის სიზმარი. ვეფხისტყაოსანი დაიწერა მე-12 საუკუნეში. დიახ. ზაფხულის ღამის სიზმარი შექსპირის ნაწარმოებია და დიდი ალბათობით მე-17 საუკუნეში დაიწერა. ღვთაებრივი კომედია დანტე ალიგიერის ნაწარმოებია, იტალიელი მწერლის და თუ არ ვცდები მე-16 საუკუნისაა და ვფიქრობ დეკამერონზე, ჯოვანი ბოკაჩოს ნაწარმოებზე. კი ბატონო. როგორც მახსოვს, დეკამერონი დაიწერა მე-10 საუკუნეში. პასუხი წესით უნდა იყოს დეკამერონი. მაგრამ ზუსტად არ მახსოვს. მაგრამ დარწმუნებული არა ვარ. მე შემიძლია 50 შემოგთავაზოთ, იქნებ გადავამოწმოთ მაინც. 50. ვიყენებ დახმარებას 50-50-ზე. კომპიუტერს ვთხოვთ წაშალოს ორი არასწორი პასუხი. თქვენი მოსაზრება წაიშალა, ერეკლე. დეკამერონის. კი. დავაფიქსიროთ A. ვეფხისტყაოსანი. დარჩა A. ვეფხისტყაოსანი და B. ღვთაებრივი კომედია. დაგეხმარათ ისე 50-50. კი, ძალიან. ვეფხისტყაოსანი მივიღოთ. ანუ საბოლოო პასუხია? A. ვეფხისტყაოსანი. A. ვეფხისტყაოსანი. რა თქმა უნდა 1000 ლარი თქვენია. ერთი დახმარება დაგვრჩა. მაყურებლები. მეცხრე კითხვა 2000 ლარი. რომელი ცნობილი მხატვრის ცოლები იყვნენ? იზაბელა ბრანტი და ელენ ფურმანი. A. რემბრანტის. B. ნიკოლა პუსენის. C. პიტერ როლ რუბენსის. თუ D. ტიციანის. ეს პატარა სიტყვების თამაშია რემბრანდტსა და იზაბელ ბრანდს შორის და ძალიან მარტივი მგონია და არ იქნება. ელენ ფურმანი, პიტერ როლს. ვფიქრობ, რომ თანამედროვე სახელებია უფრო და თანამედროვე ხატურის მეუღლეები უნდა ყოფილიყვნენ. დიახ. ნიკოლა პუსენი სამწუხაროდ არ ვიცი ვინ არის, სიმართლე რო ვთქვათ. დახმარება გვაქვს ერთი ის. გამოვიყენებ დარბაზის დახმარებას. დარბაზში ვინც იცის სწორი პასუხი, თხოვთ რომ ავწიოთ ხელი. რომელი ცნობილი მხატვრის ცოლები იყვნენ? იზაბელა ბრანტი და ელენ ფურმანი.
სამწუხაროდ დარბაზშიც არ გვყავს არავინ, ვინც პასუხი იცის, მერეკლე. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენზეა გადაწყვეტილება, ან რისკავთ, ან შეწყვეტ თამაშს და წაიღებთ თქვენს 1000 ლარს. თუ გარისკავთ და იქნება სწორი, რა თქმა უნდა, თქვენ მოიგებთ 2000 ლარს. თუმცა თუ პასუხი არასწორი იქნება, თქვენ წააგებთ და დაკარგავთ 700 ლარს. რადგან პასუხი ზუსტად არ ვიცი, ჯობია მივიღო რაციონალური გადაწყვეტილება. დიახ. ჯობს რომ შევწყვიტო თამაში. საბოლოო გადაწყვეტილებაა, ხო? კი ბატონო. საბოლოო გადაწყვეტილება, წყვეთ თამაშს და წავიღებთ 1000 ლარს, გილოცავთ. თუმცა რომ გვითხრათ მაინც, რას ფიქრობთ? რავი, შეიძლება B ნიკოლას პუსე. გავაყვილოთ B ნიკოლა პუსენის რუბენსი იყო პასუხი. და თქვენ სწორად მოიქეთით, რომ აიღეთ ფული, რადგანაც წააგებდით 1000 ლარს, 300 ლარის ანაბარად არჩევით, ახლა კი 1000 ლარი თქვენია, გილოცავთ. მადლობა, კარგი თამაშისთვის. მაშასე, ვაგრძელებ თამაშს, შენ შეგიძლია მოიგო 100,000. და ჩვენი შემდეგი მონაწილეა ლუკა კობიაშვილი. გთხოვთ მივესალმოთ. მოგესალმები კიდევ ერთხელ. ლუკა. ლუკა არის 20 წლის. თელავიდან, ჩვენი ქალაქი, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ქალაქი. პროფესიით ბარმენი, მისი ჰობია ფეხბურთის ყურება, კოქტეილის კეთება და წიგნების კითხვა მშვენიერი. და რას ვიზამთ 100,000 ლარს რომ მოვიგებთ, გეგმაში რა გვაქვს? ეგრევე ყავას ვიყიდი და ცოტა სამოვისოთ ხო. კარგი. მე წესებს შეგახსენებთ, ლუკა. 100,000 ლარის მოსაგებად თქვენ სწორად უნდა უპასუხოთ 15 შეკითხვას. მე-5 და მე-10 შეკითხვები გარანტირებული თანხებია. მე-5 შეკითხვა იგებს 300 ლარს, ხოლო მე-10 3000. თქვენ გაქვთ 3 დახმარება 50-50-ზე. ზარი ახლობელთან და კითხეთ დარბაზს. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეწყვიტო თამაში და წაიღო მოგებული თანხა, მაგრამ თუ არასწორად მიპასუხეთ კითხვას, მაშინ დავკარგავთ მოგებულ თანხას. გასაგებია ხო ყველაფერი? დავიწყოთ თამაში. დავიწყოთ. მაშასე, ჩვენ თამაშობთ თამაშს, შენ შეგიძლია მოიგო 100,000. პირველი შეკითხვა, 100 ლარი. რომელ ქალაქს ეძღვნება სიმღერა, სადაც მოისმენთ სიტყვებს? ნეტავს სად არის კიდევ ცა? უძიროთ ლურჯი ხალასი? მე შევეცადე რომ წამემღერა ასე ვთქვათ. ნიუ-იორკს, თბილისს, პარიზს თუ სან-ფრანცისკოს? B თბილისს. B თბილისს. და 100 ლარი თქვენია. მეორე კითხვა 150 ლარი. თუ დილის 9 საათია, რამდენი საათი დარჩა ზუსტად შუაღამის დადგომამდე? 3, 12, 15, 24. აბა რო წარმოვიდგინოთ, დილის 9 საათი. ჩიტები ჭიკჭიკებენ. და მე უცებ გვიღამდება. შუაღამ დადგომამდე. რამდენი დრო? რამდენი საათი გავიდოდა? C 15. ბატონო? C 15. ვაყვითლებთ. C 15. 150 ლარი თქვენია. ლუკა, რა თქმა უნდა, მესამე კითხვა 200 ლარი. რომელ ასოზე იწყება ქართულად კვირის ყველაზე მეტი დღის დასახელება? O, Š, S, P. აბა კვირის დღეები რო ჩამოვთვალოთ. შაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი. რა გამოდის? ანუ ყველაზე ასოების მიხედვით. დიახ. ასოების მიხედვით. რომელ ასოს ეწყება ყველაზე მეტი
დღის დასახელება. ოზე რამდენი იწყება რომ ჩამოვთვალოთ? ორშაბათი, ეს ერთი. პასუხი არის C, სამშაბათი. პასუხი არის C, სამშაბათი. რომელ ასოზე იწყება ქართულად კვირის ყველაზე მეტი დღის დასახელება? აი, რო ჩამოვთვალოთ, კვირის დღეები რო ჩამოვთვალოთ, ხო? ორშაბათი, სამშაბათი. დიახ. კი ბატონო. ესე იგი, ოზე რამდენი იწყება რო ჩამოვთვალოთ? ორშაბათი ერთი ხომ არის ნამდვილად. კიდე მეორე ოზე. ოზე კიდე რომელი იწყება? ორშაბათის გარდა. პასუხი არის O. უბრალოდ სხვა რაღაცაში ამერია მეკითხვა და. პასუხი არის A. პირველი A. დიახ. გავაყვითლოთ? კი. ვაყვითლებთ O-ს. და რა თქმა უნდა, უცებ უბრალოდ მე 200 ლარი თქვენია. სხვანაირ დასაწყისში გავიჭედეთ მაგაზე. არა უშავს, ლუკა. დავფიქრდეთ. არ გაჩქარებთ. თავარია თქვენ კარგად მოიფიქროთ. მეოთხე კითხვა 250 ლარი. როდის ვამბობთ ხოლმე ქართული ცხრუწმენის მიხედვით სტუმარი მოვაო? სამარილის გადაყირავებისას, ჩანგლის დავარდნისას, ფეხის წამოდებისას თუ სლოკინისას? B. ვიცით, დარწმუნებული ვართ. გავაყვითლოთ B. ჩანგლის დავარდნისას. 250 ლარი თქვენია, გილოცავთ. და მიუახლოვდით გარანტირებულ 300 ლარზე. თუ მიპასუხებთ, 300 ლარს ვერავინ ვერ წაგართმევთ. მეხუთე კითხვა, გარანტირებული 300 ლარი. რომელი ვიტამინით არის განსაკუთრებით მდიდარი ციტრუსები, რაც აძლიერებს იმუნიტეტს? A, B, C, C, D, თუ D, B12. ლუკა, ვიცით ეს ვიტამინები კარგად? D ვიტამინი, C ვიტამინი. ცოტა ცუდად. ციტრუსები რომელია? ციტრუსები, ლაიმი, პორტოხალი, ლიმონი. და რომელი ვიტამინია ესე იგი? მე შემიძლია შეგახსენო რომ შენ გაქვს 3 დახმარება. ეს უდა არ მახსოვს და ამიტომ გამოვიყენებთ დახმარებას? ეს არ არის რთული შეკითხვა. აი, რომელი ვიტამინი არის, როგორ გონია? რომ გააძლიერებს იმუნიტეტს? C. ანუ B, C. გავაყვითლოთ. ვაყვითლებთ B, C. რა თქმა უნდა, C ვიტამინი და 300 ლარი თქვენია, გარანტირებული 300 ლარი, რომელსაც ვერავინ ვერ წაგარდეთ. 300 ლარი გაქვთ გარანტირებული, ასევე 3 დახმარება, რომელიც ჯერ არ გამოგიყენებიათ და ვაგრძელებთ თამაშს. მეექვსე კითხვა, 400 ლარი. სამწუხაროდ ჩვენი საეთერო დრო ამოიწურა, ლუკა. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ თამაშს შემდეგ გადაცემაში. მეექვსე კითხვიდანვე. მადლობა მობრძანებისთვის.